ამ სტატისტიკაზე გადავალ თუ არის კიდევ რომელიმე სტანდარტი რაც დაგვრჩა ეს გავაკეთე. მნიშვნელოვანი არის ფასთან დაკავშირებით გავაერთიანებ რამდენიმე სტანდარტს, რომელიც სააგენტომ გამოიყენა და მოუწოდებს, ასე ვთქვათ, მოვაჭრეებს, რომ იხელმძღვანელონ ამ დადგენილი წესებით ფასის შესახებ ინფორმირება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება, რაც მოვაჭრეებს აქვთ კომერციული საქმიანობის დროს. ფასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ სოციალურ ქსელებში ვინც ახორციელებს კომერციულ საქმიანობას, მათ უნდა მიაწოდონ ფასის თაობაზე ინფორმაცია, მითითებული იყოს ყველა გასაღებ პროდუქტზე, ასევე მნიშვნელოვანია ფასდაკლების პერიოდში როგორ მიეთითება. სააგენტოს მიერ დადგენილი სტანდარტი არის ერთ-ერთს წარმოადგენს ფასთან დაკავშირებით ის, რომ მიწოდებული იყოს 3 ფასი, ასე ვთქვათ. ეს გულისხმობს, რომ ფასდაკლების პერიოდში მომხმარებლისთვის ცნობილი იყოს ფასი, რომელიც არის ფასდაკლებამდე, ფასდაკლების პერიოდში ან ფასდაკლებული ფასი და ასევე ბოლო 30 დღის განმავლობაში არსებული ყველაზე დაბალი ფასი. რას არგებელს აძლევს ეს მომხმარებელს? ხო, ეს უზრუნველყოფს ასევე მოვაჭრის საქმიანობის გამჭვირვალეობას და მას მომხმარებელს საშუალებას აძლევს, როგორც შეადაროს ფასები ბაზარზე, ასევე მას კონდეს ინფორმირებული არჩევანი და მისი თავისუფალი ნება იყოს უზრუნველყოფილი. ფასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ სააგენტომ უსამართლო კომერციულ საქმიანობად მიიჩნია ყალბი უკუმთვლელი, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც მოვაჭრეები სთავაზობენ თითქოს 30 წუთში კი ბატონო, მცირე დროში განსაკუთრებულ შეთავაზებას, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევის განხილვას დადგინდა, რომ არის უსამართლო კომერციული საქმიანობა და ზღუდავს მომხმარებლის ნებას და ზიანს აყენებს მის ეკონომიკურ გადაწყვეტილებას. კი ბატონო, გადავიდეთ 11 თვის სტატისტიკაზე, ესეც საინტერესოა, აქ რა სიტუაცია გვაქვს იგივე მომართვიანობასთან დაკავშირებით, რამდენად გაიზარდა მომხმარებლების მომართვიანობა, ამით დავიწყოთ. კი ბატონო, შარშანდელ პერიოდთან შედარებით იგივე სტატისტიკურ მონაცემებს თუ ავიღებთ, 62%-ით გაზრდილია მომართვიანობა. 1285 განცხადებიდან სააგენტოს საქმიანობის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დარღვევა დადგინდა 160 დარღვევის დადასტურება იყო, 157 შემთხვევაში გაფორმდა პირობით შეთანხმება გულისხმობს, აქაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოვაჭრეთა ცნობიერება გაზრდილია, რადგან პირობით შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ მოვაჭრეები ასე ვთქვათ, თავად გამოხატავენ ნებას, რომ მათ გამოასწორონ კომერციული საქმიანობის წესები და პირობები გარდა მომხმარებლის უფლების აღდგენისა. ასევე 120 საქმეზე მოხდა 75 მოვაჭრის დაჯარიმება და ჯარიმის საერთო თანხამ დაახლოებით 123,000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება რეგიონების მიხედვით, რომ ვთქვათ, ლიდერი ამ შემთხვევაში როგორც წესი არის თბილისი, 80% მომართვიანობის თბილისიდან არის, თუმცა რეგიონებიდან ლიდერობს აჭარა, იმერეთი, კახეთი და შემდგომ დანარჩენი რეგიონები. მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრებაც, რომ ძირითადი მოთხოვნა მომხმარებელთა იყო თანხის დაბრუნება, შემდგომ იყო ნაკლიან ნივთთან დაკავშირებული ვალდებულებები. შემდგომ ასევე იყო სხვა სახის საქმიანობასთან დაკავშირებული განცხადებები და ნივთის ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე დაბრუნებასთან დაკავშირებული. ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებით რა წილი თავარი 65%, ანუ ისევ მაღალია ონლაინ სექტორი. დანარჩენი პროცენტი, ანუ 35% ეხება ადგილზე ვაჭრობას. ეს იმაზეც მიუთითებს, რომ მომხმარებელთა უმეტესობა მაინც იყენებს ელექტრონულ ვაჭრობის საშუალებებს და ონლაინ ვაჭრობის ზრდაზეც და ამასთან ონლაინ ვაჭრობის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია უფრო გაიზარდოს ხო მომხმარებელთა ცნობიერებაც და ასევე მოვაჭრეთა დამოკიდებულებაც თავის სავაჭრო პოლიტიკასთან მიმართებით, რადგან როგორც წესი კანონიც ონლაინ უფრო მეტ დაცვის საშუალებას სთავაზობს მომხმარებლებს, რადგან ისინი შეზღუდული არიან, რომ კონკრეტული ნივთის მახასიათებლები ადგილზე შეამოწმեն. კი ბატონო, რეგიონებზე როდესაც საუბრობთ, რეგიონებში თუ შეინიშნება ზრდის ტემპი მომართვიანობის კუთხით. გასაგებია, რომ აჭარა ლიდერობს მათ შორის იგივე რეგიონებში, მაგრამ თუნდაც იგივე წინა
წელთან შედარებით მაგალითად რეგიონებში თავად როგორ იზრდება მომართვიანობის მაჩვენებლები რეგიონებიდან უბრალოდ იზრდება და ეს საერთო მოცულობა როცა ვახსენე რომ გაზრდილია 62%, რა თქმა უნდა მოიცავს სრულად ამ ზრდის მაჩვენებელს. ამასთან ზრდის ასე ვთქვათ სარგებელი გამოიხატება იმაში რომ სააგენტო რეგიონებშიც ახორციელებს საინფორმაციო შეხვედრებს არა მხოლოდ მომხმარებელთან და კონკრეტულ სექტორის წარმომადგენლებთან, არამედ ჩვენ სასკოლო შეხვედრებსაც ვახორციელებთ სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასის და ამას აქვს დადებითი უკავშირი იმ კუთხითაც რომ ცხელხაზზე მომართვიანობაც იზრდება 5000-მდე ზარია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით დაფიქსირებული და მუდმივად ეს ზარები ხორციელდება არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ რეგიონებიდან და მუდმივად მომხმარებლები ინტერესდებიან უკვე მოვაჭრის საქმიანობასთან დაკავშირებით რამდენად არის თავსებადი მათი კომერციული საქმიანობა კანონის მოთხოვნებთან და ან მოთხოვნა იმისა რომ მათი უფლებები დაცული იყოს სამომხმარებლო ურთიერთობაში დღითი დღე მზარდია. თამარ, ასევე საინტერესოა იმაზეც ვისაუბროთ, ერთია მომართვიანობის ნაწილი, მაგრამ ალბათ ცნობიერება როგორც ასეთი ამაღლებულია თუ არა, ისიც მიუთითებს ეს მომართვიანობა რამდენად შედის თუნდაც კონკურენციის სააგენტოს პრეროგატივში და ასე შემდეგ. ანუ რამდენად აქვთ კარგად ადამიანებს გააზრებული თუ რეალურად რა უფლებებს იცავს მათთვის კონკურენციის სააგენტო. თუნდაც განაცხადების ხარისხთან დაკავშირებით, რამდენად სწორად მოგმართავენ, აი ეს ნაწილიც რო ვისაუბროთ, ეს მიმართულებას თუ დაიხვეწა, იმიტომ რომ ადრე იყო გამოწვევა ის, რომ შეიძლება რაღაც ისეთ თემაზე მომართავენ კონკურენციის სააგენტოს, რაც შეიძლება მის მანდატის გარეთ შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ აი ამ მიმართულებით როგორი სურათი? დიახ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც კარგი მდგომარეობა იმ კუთხით, რომ ფორმალური დასაშვებობა, რაც საქმის წარმოება მოიცავს, თითქმის ჩვენ შემთხვევაში პრაქტიკა მაჩვენა, რომ მომხმარებელთა განცხადებები არ ხდება დახარვეზება, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ისინი დეტალურად ეცნობიან განცხადების ფორმას და ასე ვთქვათ სრულყოფილად ავსებენ. აქვე რეკომენდაციის სახით კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენ მსმენელებს, მომხმარებლებს, რომ განცხადების შევსებისას და უпростоრად სამომხმარებლო ურთიერთობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია მოვაჭრის იდენტიფიცირების შესახებ ინფორმაციის მიღება. თუ მოვაჭრი ამას არ ახორციელებს იმ კუთხით, რომ არ აწვის ამ ინფორმაციას მომხმარებელს, რაც ცალსახად დარღვევა და განხილვის შემთხვევაში ამას სააგენტო შეაფასებს, თუმცა მომხმარებლებს ვურჩევ კიდევ ერთხელ, რომ მათ დასვან ეს შეკითხვა და ნივთის შეძენამდე, ან მომსახურების შეძენამდე მიიღონ ინფორმაცია მოვაჭრის ვინაობის თაობაზე, რადგან ეს საქმის შესწავლის ეტაპზე უფრო გაამარტივებს გადაწყვეტილებაში დასაბუთებას მოვაჭრის კონკრეტული ვალდებულების დარღვევის დროს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ ეს საინფორმაციო კამპანია ნამდვილად ამართლებს, შეგვიძლია ვთქვათ, ეს ტენდენციები პოზიტიური, სწორედ ამისკენ მიანიშნებს, რაც არის განცხადებების ერთის ხარისხთან და მეორეს რაოდენობასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო თამარ ჩანტლაძე, კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი.